ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. ახლა მე თქვენ გთავაზობთ AstraZeneca-ს მორიგ ვიდეოს ხარპის სისტემის დაანგრევა ბრაზილიაში და სხვა ახალი ამბები. მას დავიწყოთ. იური ლირმა დაიწყო მადლობებით იქ რაღაც დახმარებების გამო ხალხი ეხმარება იური ლირს, ეხმარება პენი ბრედლის, ეხმარება ჩერკასოს, კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც მონაწილეობს AstraZeneca-ს ვიდეოების შექმნაში. აგრეთვე არიან ისეთები, ვინც ეხმარება იური ლირს ვიდეოების ატვირთვაში, რადგან იური ლირი არ AstraZeneca-ზე ვერ ტვირთავს მძაფრ ვიდეოებს, რადგან YouTube უბლოკავს ჟანგბადი გადაუკეთეს, იური ლირს გადაუკეთეს. აგრეთვე შემდეგ იური ლირმა გახსნა AstraZeneca 2, AstraZeneca 3, აგრეთვე ვიცა მეგობრებმა დაეხმარა პლატონმა და პირდაპირ გადავალ თემაზე მე. გამოვტოვებ იმ მადლობებს ახლა შევითავედი, ხო, ეს გავუშვათ. ის რაც ხდება ბრაზილიაში, მე არ ვიცი, მე ახალი ამბებში არ მინახავს ეს ინფორმაცია. რომ თითქოს და კი არა, ხალხი შეგროვდა და დაიწყეს ხარპის ერთ-ერთი სისტემის დაშლა, დაანგრევა, რომლის დახმარებით ჩვენი არა ადამიანები, ჩვენი მტრები, არა მეგობრები აპირებდნენ ამით მართვას. ბევრს არ ჯერა საქართველოში, რომ ამით მართვა შესაძლებელია. არა და ამით მართვა შესაძლებელია. გახსოვთ მე თქვენ დაგიდეთ ვიდეო ლინზებთან დაკავშირებით. ფერელის ლინზებთან დაკავშირებით. აი ეს ხარპი შემორჩა ეს ტექნოლოგია ტარტარიის პერიოდიდან და ამ ხარპის მეშვეობით რატომ არის ახლა ციმბირში თოვლი, ყინვა, რატომ დათოვა არგენტინაში წელს, შუა ზაფხულში დათოვა არგენტინაში. ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი. ახლა შეიძლება სპეციალურად არავის გამოუწვია თოვლი, მაგრამ ის რომ ლინზა არგენტინის ზეთ, ლინზის რადიუსი ის ტერიტორია ეტყობა დამუქებულია და როდესაც ლინზა მუქდება, ის ვერ ატარებს მზის სხივს. მზის სხივი დადის ამ მე თქვენი გითხარით, რომ ფერელის ლინზა არის რამდენიმე ეტაპობრივად გაკეთებული. პირველი ფენა მდებარეობს მზის ქვევით, სადაც მზედამთვარე ბრუნავს ხოლმე ჩვენ ტერიტორიაზე. შემდეგ დანარჩენი 2 თუ 3 სისტემაა, 3 გუმბათი შემდეგ. და ამ ჩვენ გუმბათის ქვეშ მე მინდა არ ვიცი მე თუ გითხარით ამის შესახებ თუ არა, განლაგებულია წყალი. ალბათ ბევრმა მიცით ეს, რომ გუმბათის ქვეშ არის წყალი. მაგრამ სინამდვილეში ბევრმა არ იცის, რომ ეს ხაშ2 არ არის, ხაშ2-ო. არა, ჩვეულებრივი წყალი არ არის. მე მგონი ერთხელ მე თქვენ გიხარით ამის შესახებ, კი, მახსოვს ასე. და საქმე იმაშია, რომ ეს წყალი კი არა, ეს არის ოზონი. როგორც წესი O2 და 2, ხო, ეს არის ჟანგბადი, ყველა მიცით, ხო? და O3 ეს არის უკვე ოზონი. აგრეთვე არის ოზონი O4, O5, O6, O7. ნუ მე მას ოს ვძახი და ხა ქართულად არ ვიცი, როგორ ეწოდება ამას.
ახლა არ მინდა გამოვიდე იმ სადაც ტექსტი წერია, იქ ვარ შესული და შემდეგ ისევ ამომაგდებს. მივყვები ახლა ტექსტს მე და ეს აწერია აქ, ამას მე გეუბნებით. მე დიდი ხნის უკან გავიგე ამაზე. დიახ, დიდი ხნის უკან ამის შესახებ. და როდესაც ეს აზონი იყინება, ხო, რადგან გუმბათის ქვეშ სიცივეა ძალიან. ძალიან ცივა იქ იმ ადგილზე. მაგრამ იცით რა, მე ასად არ მომსვია ეს, რომ თუმცა მართალია კი მზე ათფობს მიწის ზედაპირს, მაგრამ გუმბათის ქვეშ არის სიცივე. გუმბათი ასეთნაირათა როგორც იცით, ხო? კი ამ კითხვას ისე გუმბათი მოხსნიერსო, დარჩა ენერგეტიკული გუმბათი, მაგრამ გუმბათი არ ყოფილა მოხსნილი, როგორც ხედავთ. და ეს გუმბათი, ეს პირველი გუმბათი, ამ გუმბათის ქვეშ არის ეს ოზონი, ხომ გაგიგონიათ აზონოვый слой, ოზონის ფენა. აი ესა ის ოზონის ფენა, მაგრამ რატომღაც ჩვენ სკოლებში დაგვიმალეს ის, რომ ოზონი სიცივეში იქცივა ძალიან, სიცივეში ყინვაში ოზონი იქცევა წყლად. ეს არავის უთქვას, არავის. მე ძალიან მიყვარდა საგანი ასტრონომია. იქ ჩვენთვის არავის აუხსნია ეს და როდესაც სიცხეში ხურდება ეს ოზონი, ის ქრება, ორთქლდება. მაგრამ როდესაც სიცივეებია, ძალიან მინუსიანი სიცივეები, ოზონი იქცევა წყლად. მაგრამ ეს ხალხს დაუმალეს, ეს სკოლაში არ ასწავლიდნენ ამას, სკოლაშიც არ ასწავლიდნენ, წარმოგიდგენიათ? ხო და ეს ხარპის სისტემა ასუფთავებს ლინზას და ტარტარის სისტემის დანგრევის შემდეგ ტექნოლოგიები კი დარჩა, მაგრამ დარჩეს ახალმა მმართველებმა არ იცოდნენ თუ როგორ უნდა ემართათ ტექნოლოგიები და არის ეჭვი, რომ ეს ხარპი, ტექნოლოგია ხარპიც ტარტარის დანგრევის შემდეგ არის დარჩენილი. ტარტარიამ ძალიან ბევრი ტექნოლოგიები დატოვა, ძალიან ბევრი. მაგრამ კარგი ამბავიც მინდა გითხრათ, ამიდებს უკვე ვერ მართავენ, ეგ მე სუსო წყაროდან ვიცი, მართავდნენ, კი, ადრე მართავდნენ. ხო. ნუ ამასთან დაკავშირებით ჯერ ზუსტი ინფორმაცია არა, რომ ამით მართავენ. მაგრამ არიან ისეთი ხალხი, რომლებსაც დღემდე სჯერა, რომ მიწა ბრტყელია. კი, მიწა არ არის იდეალური ბურთი. მიწა ჩამოგავს გიოიც ამის შესახებ პენიბრელის კითხა ჩერკასოვმა. და პენიბრელიმ რა უპასუხათ იცით? დედამიწა გავსო ერთ მოდიდო კარტოფილს. და კარტოფილი ყოველთვის სწორი ფორმის არაა, მოგძოა სფერისებული და პენიბრელი წყვილს არ იტყვის, იმიტომ რომ პენიბრელი მუშაობდა კოსმოსში, მუშაობდა ნავთვაფენში. იმ გერმანელებთან, რომლებაც დატოვა დედამიწა მსოფლიო ომის დასასრულს. ასე რომ ქალმა ისეთი წამება გადაიტანა ბავშვობიდან, ისეთი წამება,
და ის უმყვება ამ თავის წამებაზე თუ რაებს უკეთებდნენ ბავშვებს გირჩევთ მოусვინოთ ობადიეთ ხო მე დღეს არ ვისაუბრებ ტექნოლოგიებზე რომლებიც შექმნილიაო განსაზღვრული პრინციპით რომ ტექნოლოგიები უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს არა მხოლოდ ბოროტებას არამედ სიკეთესაც და იყო ინფორმაცია ალექსი კოლერისაგან რომლებიც ერკვევიან ელექტრონიკაში არის სისტემა 5G როგორც იცით ალბათ ყველას გაგიგონიათ ოპერატორები სატელეფონო ოპერატორებიც გვიგზავნიან ხოლმე რეკლამას გაააქტიურეს სისტემა 5G რაც მე ძალიან მაღაზიანებს ხო თითქოს ის დაგვეხმარება ტელეფონის ატყობის დროს პროგრამების ატყობის დროს და მოგემსახურება როგორც პოზიტიურ ფონად ხო ოღონდ ეს ნასტროიკა უნდა იყოს სწორი რა შეიძლება ითქვას ამ სისტემაზე იგივე შეიძლება თქვან სისტემა 6G-ზე რომელიც საცა უნდა გამოჩნდეს გონიერი მიდგომით სწორი ტექნოლოგიები შეიძლება გამოიყენოს სწორად და ამ ტექნოლოგიებმა შეიძლება ემსახუროს კაცობრიობასაც თუ სწორად გამოიყენენ ეს პირველი მეორე ბევრი სპეკულაციების რაოდენობა არის და ძალიან გასაგები რომელიც დაკავშირებულია სოციალურ არჩევანთან და მეორე მხრივ ეს ამას შეიძლება უწოდო ამდაგვარად მაგრამ მე საუბრობ ისე როგორც არის თუმცა შეიძლება ვიღაცები გაბრასნენო მაგრამ ჩინეთში არსებობსო სახის ამოცნობის სისტემა მაგრამ ეს სახის ამოცნობის სისტემა მხოლოდ ჩინეთში კი არ არისო ეს ფუნქცია გამოიყენება რუსეთშიც და ცოტა ფრთხილად და ცოტა რბილად ვიტყვიო ამბობს იურილირი რომ სისტემა შეუძლია საკათუდღეოთაც იმუშაოს ხო ჩინური სისტემის საფუძველში როგორც მინიმუმი დევს ის არა რასაც ამბობენ და რითაც სპეკულირებას უკეთებენ ბევრი ბლოგერები არა ბევრი რამ მithქვა იმის შესახებ რომ სამყაროში სოფლიოში ჩვენ შორის არიან ძალიან ბევრი არსებები რომლებიც გავლარიან ადამიანებს არიან ძალიან ბევრი რაოდენობით კლონებიც და ეს კლონები მართლაც დიდი რაოდენობით არის დედამიწაზე იმისთვის რომ ეს კლონები გამოავლინო და შემდეგ მიიღო განსაკუთრებული მოქმედებები ამ კლონების მიმართ გამოიყენება ის რაც უკვე მუშაობს ჩინეთში და ზოგ ქვეყნებში მაგრამ მეტის თქმა მე არ შემიძლია ანუ რა უნდა ახლა იურილირს თქვას ეს სისტემა სახის ამოცნობის სისტემა თურმე შემოიტანეს მარტო იმისთვის კი არა რომ ადამიანების სახე ამოიცნონ არა რადგან დედამიწაზე არისო ბევრი არა ადამიანები ბევრი კლონები თურმე ამ სისტემის მეშვეობით შეიძლება კლონებიც ამოიცნო და ამიტომ ნერგავენ ამ სისტემას თანდათანობით რუსეთშიც თითქმის ჩანერგილია ეს სისტემა ხო ჩვენ ყველასო მოგვიწევსო
ძალიან საშიში თვის აგვისტოს გადალახვა და რუსეთისთვისო ეს თვე ნამდვილად არ არისო საჩუქარი. ამ წელს აგვისტოს შეუძლიაო ხას უსვამო, მოიტანოსო ძალიან სერიოზული არასასიამოვნო მოულოდნელობები არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ადგილებშიც. იმიტომ რომ და ამიტომ წვავდება ორი ძალის დაძაბულობა, სინათლის და სიბნელის. სიბნელეს არ უნდა უკან დაიხიოს და ღირსების კოდექსები სიბნელეს არ აინტერესებს და მათ არ უნდა უკან დახევა. ღირსების კოდექსი მათ აწესებს იბრძოლონ ბოლომდე და მოხვდნენ ღირსეულად, ანუ ბრძოლაში. და ამ რაღაც მომენტში მთელი ნათესაობა ამ არსებებისა სადღაც განსაზღვრულ რეგიონში ჩვენი გალაქტიკისა განსაზღვრულ მთავარ პლანეტებზე ნათესაები იღებენ იმას, იმ ასე ვთქვათ სტატუსში ამაღლებას და ყველაფერი ეს დროულია, დროებითია უბრალოდ და დომინირება ცუდი კუდებიანის არსებებისა ჩვენი გალაქტიკის რაღაც ნაწილში იწურება და ისინი ბრძოლის გარეშე არ წავლიან და ამ ბრძოლისთვის ემზადება ნათელი ძალები. ამიტომ მე შემიძლია თქვენ სრულიად განსაზღვრულად გითხრათო, რომ ჩვენ არ მოვიწყენთო, იქნება ძალიან უფრო ცეცხლური გამოცდები და თუ რამე მოხდა, უბრალოდ ჩვენ ყველანი ვართ წავსულები ამ ქვეყნიდან, ადრე თუ გვია, ხო? და ბევრი ჩვენი ნათელი ძალების წარმომადგენლები წავიდა ამ ქვეყნიდან, რომლებიც იბრძოლნენო. დევიდ უკოკი, ჯეიმს რინკი, უბრალოდ ჯეიმს რინკი, აქ შეცდომა და ბევრი სხვა. მე ბევრჯერ მისაუბრიაო ჩემ სკანდინაველ კოლეგებზე, ამბობს იური ლირი. და არიან ისეთები, რომლებზეც მე ჯერ ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მე მთხოვესო ისინი არ მეხსენებიაო. ახლა მოსაწყენ ამბასაც გეტყვითო, იმ აზრშიო, რომ ჩვენ ყველა ვართო მოკვდავები, ცხოვრებიდან წავიდაო ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც ცხოვრობდაო ადრე რიგაში, მას ერთხაო ჟორა გოროდნიცკი და რომელიც გადასახლდაო ამერიკაში და იქ გახდაო გიტარის ოსტატი მაღალი კატეგორიის. ლუტიერი, გახდა ლუტიერი. სახელი შეიცვალა, უბრალოდ მას დაარქვა ამერიკელებმა ლუტიერი. დაიმსახურა ეს სახელი. სინამდვილეში ის იყო ოსტატი. მის კოლექციებში არსებობს გიტარები ძალიან ცნობილი მუსიკოსებისა, არა მხოლოდ ამერიკელი მუსიკოსებისა, არამედ სხვა ადგილებიდანაც და მან შექმნა ჩემთვისაც ჩემთვის გაკუთვნილი გიტარა და დანომრილია ჩემი გიტარა 001-ით, რისთვისაც მე მისთვის ტეხას ვარო მადლიერ
ამისთვის. მანო მხოლოდ ხის ფული გადამახტივიაო, რომლისგანაც არის ეს გიტარა გაკეთებული. მე ვუკრავდი ამ გიტარაზე 2009 წელს. და მან გვაჩვენა ჩვენ თუ ამ გიტარაზე როგორ უკრავს. არა, ისე კარგად მაგრად უკრავს, მაგრად. ახლა კი კარგზეც ვისაუბრებო. მე ნება მომთესო ამის შესახებ თქვენთვის მეთქვაო. ბუნებმა ძალებმა შეეცადნენ, რომ ორი ჯერზე მოეწყოთო სინახლის წარმოდგენა, მაგათმა სადესო ემოქმედათ ჩვენ ცენტრალურ მზეზე, ჩვენ მზეზე ენერგიის ეგზოტიკური სახეობით. მზეზე მოხდა რაღაც ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები შეაჩერეს და ჩვენ დედამიწილებმა არც კი გვიგრძნია არაფერი. თუმცა ის ხალხი, რომლებიც თვალს ადევნებენ განსხვავებულ ინფორმაციას, რომელიც მოდის მზისგან, იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენ თავზე დაგესხმებოდაო რაღაც კარინგტონური მოვლენა. მაგრამ არაფერი მოხდარა, რადგან მოახერხეს და დაბლოკეს მთავარი კომპონენტები ამ ტექნოლოგიებისა, რომლითაც ფლობენ, ჯერ კიდევ ფლობენ ბნელი ძალები და ისინი ახაც მოქმედებენ. და ეს უდრის, აი რა გადგინდა რომ გაისროლოს ბავშვმა ქვა ამდაგვარ ტექნოლოგიას, არაფერი გამოუდით. ბევრი რამ ხდება ახლა დედამიწაზე, მაგრამ ეს ბევრი პროცესები რაც ხდება დედამიწაზე, მასიურ ინფორმაციაში და ბევრი ბლოგერებით გადმოიცემა არასწორად. უნდა მოიცილოთ ეს პანიკური საშიში რაღაც კომპონენტები თქვენი რაც მოდის ინფორმაციიდან და ისწავლოთ გაფილტრო ამ ინფორმაციის. მაგალითად, რაც ხდებაო ირანის გარშემო, არაბული ქვეყნების გარშემო, სადაც ნავთობს მოიპოვებენო, ეს არისო თამაში სილაში. და ბევრი ბლოგერი არისო დაკავებული ამ სილის გამოკვლევით. ხო, მაგალითად, მე ბევრს ვერ უსმენ. იმიტომ რომ ან რო ვიცი მაგალითად რაც მე მაქვს წაკითხული, ისე მეორდება თუნდაც სხვაგვარად მოაწოდებს ამ ინფორმაციას, ხო? წამყვანი. მაინც ის უკვე ეს თემა გაგონილი მაქვს, მე ვიცი და მეორეც ვცდილობ ამას არ მოусმინო. იმიტომ რომ გადმოცემისას რაღაცას ნეგატივს თუ გრძნობ, მე ან რეზონანსში არ შემოდის, მე თვითონ პიროვნება. შეიძლება თემა კარგი იყოს, მაგრამ თვითონ პიროვნებისგან თუ მოდის რაღაც ნეგატივი, რაღაც ცუდი ენერგეტიკა, ან არ შემოდის რეზონანსში, მე ვერ უსმენ ამ ვიდეოს. ვერ უსმენ. მის კი არა სიმღერებსაც ვერ უსმენ. ვერ სიმღერებს ვერ უსმენ, თანამედროვე სიმღერებს. და სინამდვილეში ამბობს იურილირი იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობს მოიპოვებენ და გაერთიანებული არაბული ემირატების რეგიონები უпроსტად მაპატიეთ ბევრ არაბულ ქვეყნებში ასევე
გაერთიანებულ არაბულ ემირატებში, საუდეთის არაბიაში და სხვა არაბეთის ქვეყნებშიც, სადაც ადრე მოიპოვებდნენ ნავთობს, ნავთობი უთავდებათ. და ეს არის მთავარი მიზეზი, რამისნითაც იკლებს ამ პროდუქტის ექსპორტი. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ხმაურით და იმისთვის, რომ იყო რაღაც გაგება იმისა, თუ რა ხდება. სინამდვილეში ეს ქვეყნები დიდი ხანი უკვე არიან ბანკროტები და მათი ეგრეთ წოდებული აყვავება და ცივილიზებული ცხოვრება შეიძლება დაინგრეს ნებისმიერ დღეს, როგორც კი სამყაროში, მსოფლიოში დადგება ეპოქა ნორმალური გადანაწილებისა ყველა რესურსებისა. ეს დრო კი გვიახლოვდება. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ რაღაც სისტემას შემოიტანებენო, სადაც ვალებს ჩამოტერენო, ან რაღაც ამ დაგვარს. მოდის ეპოქა, როდესაც ყველას ექნება ყველაფერი თანაბრად. და გაუქმდება ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. დღეს მიდის მთავარი ბრძოლა და ბევრი რამ წყდება გვრალი მაგიდებთან, რომელთანაც ხტელარიან წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებისა და რაც მთავარია, ეს წარმომადგენლები უცნობია მოსახლეობისთვის. მე გულისხმობ MKK-ს და ამდაგვარ წარმომადგენლებს და წყდება ყველაფერი პლანეტარულ დონეზე და პლანეტა შორისო დონეზეც კი. მე მithქვამს იმის შესახებ, რომ ბაზაზე იუპიტერის სიახლოვეს ახლა ხტებაო აუხსნელი მოქმედებები, რადგან ამდენი რაოდენობა დელეგატებისა, ან შეიძლება ითქვას წარმომადგენლები სხვადასხვა კოსმოსური რასებისა, ცივილიზაციებისა, ალბათ არც კი უნახავთ ასე შეკრებილად, ერთდროულად. ათასობით წარმომადგენელია, იქ ისინი დიდი სიძნელით გადაადგილდებიან, რადგან მათი წარმომადგენლები არიან სიმაღლით, რომლებიც ადამიანის სიმაღლეს უსწრებენ 15-20 მეტრით. 15-20 მეტრით. ყველა ხომ არა 15-20 მეტრიანები სხვადასხვა სიმაღლის წარმომადგენლები დადის იქ. იქ ახლა ძალიან ცხელაო და ეს სიცხე ნაწილობრივ ჩვენ გადმოგვეცემაო მისგან. მაგრამ მე ფიქრობო, რომ ჩვენ გაუძლევთო ყველაფერს, ჩვენ ყველაფერი გამოგვივაო და ამით დასრულდა ეს ვიდეო. არა, თვითონ ვიდეო არ დასრულდა, მე ეს უკრავს, იურილირი უკრავს თავის მუსიკას, როდესაც მოყვება რაღაც ინფორმაციას. და მეც ავირჩე ახლა ეს ვიდეო, რადგან ეს გრძელი ვიდეო არ იყო, რომალი აიტვირთოს და ღამით არ მომიწევს ტელეფონის ჩართულა დატოვება, იმიტომ რომ მე საერთოდ
ვარიდებ ტელეფონის დატოვებას, ან მე არ მეძინება გვიანობამდე და ისე ვარ წამოწოლილი, მაგრამ ღამის წეხვა წარმი და ამიტომ ვტოვებ ტელეფონს. მადლობა ყურადღებისთვის.